საერთაშორისო სამართლის დარღვევას ყოველთვის აქამდე დარღვევის პროცესს უძებნი და მნიშვნელოვან საბაბს. ყველა მხარე ცდილობდა რომ გარკვეული შეფუთვა მოეძებნა. და აუდიტორიის ასევე საგარეო აუდიტორიის. იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი არის მთავარი მიზეზი და საფუძველი იმის რომ ჩვენაირი პატარა ქვეყნები არსებობს. საერთაშორისო სამართალი რა სოფლიო ძლიერმა ქვეყნებმა გაწყვიტეს ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომში და იმისთვის რომ ასეთი რაღაცა არ განმეორებულიყო ან რაღაც არიდების შესაძლებლობა ყოფილიყო, დაიწერა რაღაცა წესები, აუცილებელი საერთაშორისო კანონები, რომლებიც აი საბაზისო კანონებია მაგალითად ის რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არსებობს, ის რომ ამ სუვერენიტეტში ჩარევა არ შეიძლება გარეთ. თუ ჩვენ რამე უნდა გვაინტერესებს ასეთ ფაქტები, არის ის რომ საერთაშორისო სამართლის დაუფერულება საფრთხეა ჩვენთვის. თუ ამერიკაც იწყებს საერთაშორისო სამართლის ისე დარღვევას, რომ საერთოდ აღარც ერიდება რაიმე რეპუტაციულ დანაკარგებს და შეფუთვასაც აღარ ცდილობს, ეგ რას მოიცით? სხვა რო დაარღვევს და დაარღვევენ ვის მიმართ? ჩვენაირი სუსტი ქვეყნების მიმართ დაარღვევენ. სხვა რო ჩვენაირი სუსტი ქვეყნის მიმართ დაარღვევს, ის იტყვის შემდეგ რომ მე რას ვაკეთებ, იგივეს ვაკეთებ აგერ ამერიკამ რაც გააკეთა. ანუ ხო არაფერი აღარ დაიღვევია ეს ხო მიღებული თამაშის.